4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილის სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. ამ ეპიზოდზე დღეს უნდა განაჩენი გამოცხადდეს. ამ წუთებში ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობენ, ამის შემდეგ კი უკვე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი სათათბიროდ გავა. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძეზე, ვლადიმერ გველესიანზე, ამირან დოლიშვილზე, ანტონ ვარდანიძეზე, ალექსანდრე ჩილიჩავაზე, გენადი კუპრეიშვილზე, სულხან ტუღურზე და რამაზ მამულაძეზე. ამავე ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა წინა კვირას და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მიკერძოვებული იყო ხშირ შემთხვევაში სასამართლო და პირიქით გამოუვალი სიტუაციებიდან, ასე ვთქვათ, მაშველო რგოლად ევლინებოდა ხოლმე ბრალდების მხარის მოწმეებს, რომლებიც მაპატიეთ ასეთ სიტყვებისთვის, მაგრამ აბდაუბდა ჩვენებებს იძულებდნენ. მოდის ქვეყნის ორი მთავარი პირი, ერთ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარე და მეორე შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და ერთ შემთხვევაში იძახიან, რომ თურმე ეს ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და შეიძლება არ უნდათ ამის ჩადენა და არ უნდათ ჯერაო. აქედან გამომდინარე, მათ უნდა იცოდნენ როგორც იურისტებმა, რომ სუბიექტური შემადგენლობა თუ არა გვაქვს სახეზე, ეს დანაშაულები ვერ იქნებოდა. სასამართლომაც და ბრალდების მხარემაც ძალიან კარგად იცის, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული პირების ბრაეულობას დაამტკიცებდა, რომელიც სასამართლოს მიცემდა, რომ მათ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, თუმცა გულწრფელად გითხრათ მოლოდინი იმისა, რომ დღეს გამართებული განაჩენი რო იქნება ამის ნამდვილად არ მაქვს, მინდა ვთქვათ, რომ ყოველი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებიც ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ იქნება გამოტანილი ამ ბიჭის მიმართ, ეს არ იქნება ამ ბიჭის მიმართ გამოტანილი განაჩენი, არამედ ეს იქნება თვითონ სამართლის და სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან მათ ქმედებაში არ მოიძებნება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება დანაშაულზე მიუთითებდეს.